შოკის მომგვრელი კადრების ჩვენების შემდეგ დაიწყო მასობრივი თანამდებობების დატოვება ესე იგი ნაციონალური მოძრაობისაგან და ამ შემთხვევაში დღეს დილით მოგმართა ხუთსუბნის თემის ნაციონალური შტაბის ხელმძღვანელმა მალხაზ ბაუჟაძემ, რომელმაც დატოვა ნაციონალური მოძრაობა და გთხოვა ქართულ ოცნებაში გაწევრიანება. საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო მე გავაკეთე ასეთი განცხადება ადეკვატური ნაბიჯი გადავდგე იმის თაობას, რომ დამეტოვებინა ნაციონალური მოძრაობა. ძალიან ცუდი მოვლენები წინაშე განვარდეს მთელი საქართველო. ციხეებში რაც ხდება დღეს ყველასთვის გასაგები არის. მივიღე ისეთი გადაწყვეტილება ადეკვატური ნაბიჯი გადავდგე, რომ დამეტოვებინა ნაციონალური მოძრაობა, ასევე დამეტოვებინა 52 უბანი ეს განსხვავებული 52 უბნის შტაბის ხელმძღვანელი და ეს ყველაფერს დღეს დილით მოგმართა მალხაზ ბაუჟაძემ, რომელიც წარმოადგენს ქობულეთის რაიონის ხუთსუბნის თემის ნომერ 52 საარჩევნო უბნის ნაციონალური შტაბის ხელმძღვანელს. მან მიიღო გადაწყვეტილება და გთხოვა, რომ უზრუნველგვეყო ბრიფინგის ჩატარება განცხადების გასაკეთებლად და გააკეთა მან შესაბამისი განცხადება ტოვებს ნაციონალურ მოძრაობას იმის გამო, რომ რამოდენიმე დღეა ბოლო პერიოდში საინფორმაციო საშუალებებით შოკის მომგვრელი კადრების გავრცელების შემდეგ მან განაცხადა, რომ აღარა მაქვს არავითარი სურვილი, რომ დავრჩე ნაციონალურ მოძრაობაში. ტოვებს და გადმოდის ქართულ ოცნებაში, იქ სადაც საქართველო ებულება. ამ ბოლო პერიოდში გამოსხდა ყველაფერი ისე, რაც ტელევიზიაზე ყველა არხზე არის გაშუქებული. და გადავწყვიტე, რომ დამეტოვებინა საჩემის ჯეჯებთან არის ის არაფერი ალბათ სურვილის სახით მოევდინება გამანდელი ჩემი განცხადება.